გამარჯობათ. აი შემდეგი თვალი, ესე იგი, რასაც შევისწავლით, არის აი ესეთი ნახეთ, პლუს ნიშანით აღინიშნება ზოგჯერ კრესიკითაც. ანუ ერთი და იგივე თვალია, სიმბოლოები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. ესეთნაირად. და ინგლისურად ქვია single crochet, ანუ თითქოს ერთი ესეთი გამოყვანა, ეს არ არის ნამატი. ნამატში არ შეგეშალოთ. აი, როცა ნამატი გვაქვს, ნახეთ, აი ესეთი ხაზია შუაში. ეს უბრალოდ აი ესე იგი პლუს ნიშანი ან კრესიკი, ეს არის single crochet, ანუ ერთხელ არის გამოტანა აი სამუშაო ძაფის. მე ამას ახლა გაჩვენებ და შევეცდები, რომ ნაქსოვშიც აი გამოვიყენოთ და რაღაც ესეთი ნაქსოვიც შევქნათ. ესე იგი ეხლა ვინაიდან ასევე თვალით ეს არის თვალი, ესე იგი ნამატის გარეშე და იმისთვის რომ ეს თვალი მოგსოთ, აუცილებლად გჭირდება ან ერთი რიგი, თქვათ, თავისუფალი თვლების. ან გჭირდება ესეთი ჩაკეტილი წრე, აი რომელიც გაჩვენეთ, ნახეთ, გახსოვთ ხო? აი პირველ გაკვეთილზე ეს წრე გაჩვენეთ. აი ესეთი ანუ საფუძველი გარკვეული სჭირდება, რაზეც მე მოიქცოვება უკვე ეს თვლები. მოდით ორივეს გაჩვენებთ. ეხლა აი ესე იგი პირველი ვარიანტი არის, რომ გავაკეთოთ თავისუფალი თვლების ჯაჭვი და შემდეგ მოვგზავნოთ უკვე თვლები ნამატის გარეშე. ეს დავიმახსოვროთ, ხო? ესე იგი თვალი ნამატის გარეშე არის ესეთი პლუს ნიშნით სიმბოლო, როცა სქემას არჩევთ, თქვათ, ან კრესიკი. და ეხლა მოგსოვასაც გასწავლით. ჯერ თავისუფალ თვლებს მოგსოვთ. როგორც გახსოვთ, პირველად კვანძს ვაკეთებ და ესე ჩაკეტილს, რომ არ გაიხსნას და მე უკვე თავისუფალი თვლები. ეს არ აქვს მნიშვნელობა თვლების რაოდენობას. რამდენიც მოიქცოვება, მოგსოვთ. აი ესე თქვათ. ესეთი რაოდენობა თვლების. ეხლა მოვტრიალდეთ, ხო? მეორე რიგი. აი ახლა უკვე შეგვიძლია რომ მოგსოვთ აი ეს თვალი ნამატის გარეშე. როგორც გახსოვთ, ბოლო თვალში არ შევდივართ. ანუ ვერც შეხვალთ, აი ნახეთ, ყველა შემთხვევაში თუ შეხვალთ, უკვე ეს თვალი გეკარგებათ ეს ძაფის. ნახეთ, აი ესე. როგორ უნდა გამოიტანოთ ეს ძაფი? ვერ გამოიტანთ, ხო? ბოლო თვალს არ ეხებით და ესე იგი წინა თვალში აქაც გახსოვთ მეორე ვარიანტი კი გაჩვენეთ ერთ კედელში შედიხართ ან ამოატრიალებთ და აი ნახეთ აი ეს ნაცნავისებური და რო ამოატრიალებთ აი ეს ჩანს ნახეთ აი ეს ხო ხვდებით უნდა შევსულიყავით აი აქ ამ თვალში თუ ამოატრიალებთ აი ამისი უკანა მხარე აი ეს არის მე ახლა მოდით აი ესე შევალ ესე პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა მაინც მოიქცოვება უბრალოდ აქ უფრო სხვანაირი უზორი ჯდება ეხლა ნახეთ დააკვირდით გამოვიტანე ხო სამუშაო ძაფი და აი ნახეთ როგორ გამომაგ აი ესე ორი თვალი ერთად ეხლა თუ გინდათ რომ შეადაროთ მოდით კიდევ ერთხელ მოგხსოვთ და მე შევადაროთ აი წინა გაკვეთილზე რო გაჩვენეთ შემაერთებელი თვალი აი იმას რო შევადაროთ მოდით ჯერ დავაგროვებ რამდენიმეს ესე ეხლა მოგხსოვთ თვლებს ნამატის გარეშე აი ესე ნახეთ და აი ესე შევდივარ. ანუ ეხლა შემდეგი თვალი აი აქ უნდა ამოვიყვანო. აი ესე. და ეს ორი ძაფი რო გაქვთ ხო, მე აი ერთად. აი ხედავთ, ესეთი ოდნავ მაღალი თვალია, ვიდრე შემაერთებელი თვალი იყო. ამას ახლა მიხვდებით. შედარებისთვის გაჩვენებ. მოდით ისევ კიდევ თვალს ნამატის გარეშე მოვგზო. აი ესე. და ეხლა მოდით შემაერთებელ თვალს მოგხსოვთ. კარგით? ესე იგი, აი ეს თვალი გაქვთ შემდეგი ხო? მოყავთ უკანა მხრიდან, აი ესე შევდიხართ. აი ესე, ნახეთ, გამოვიტანეთ და ეხლა ნახეთ სამუშაო ძაფს კი აღარ გამოიტანთ, როგორც გახსოვთ ხო? აი პირდაპირ გამოგაქვთ. აი ეს. აბა თუ ჩანს განსხვავება, ცოტა დაბალი თვალია ეს ბოლო რაც მოგხსოვ, ვიდრე ეს წინა სამი თვალი. კიდევ ერთხელ მოგხსოვ შემაერთებელს. ესე იგი ეს შემაერთებელი წინა გაკვეთილის არის. უბრალოდ მინდა რომ შეადაროთ, რომ არ შეგეშალოთ ხოლმე. აი გამოიტანეთ და აი პირდაპირ გამოიტანეთ. ნახეთ როგორია განსხვავება. კიდევ ერთხელ. გამოვიტანე. ანუ ამ ძაფს აღარ ვეხები მე უკვე ერთხელ რომ გამოვიტან. ნახეთ. აი ატყობთ როგორ დადაბლდა.
აი აქ ცოტა მაღალი თვლები იყო სამი თვალი, მერე დაადაბლდა. ცოტა სახეც ეცვლება. აი აქ თითქოს ესეთი წაწოლილი ძაფები გაქვთ. აქ რაღაც შიგნით ჩანს ესეთი V ფორმის ესეთი თვლები. ხედავთ? ეს განსხვავება. კარგი, კიდევ ერთხელ გავაკეთებ შემაერთებელს. აი ესე. აი ესეთია. აი აქ გქონდათ თვლები ნამატის გარეშე. რაც დღეს მინდოდა მეჩვენებინა. ეხლა მეორე ხერხი. ეს არის ესე იგი თუ მოგსოვდით პირველად ჯაჭვს და მერე ჯაჭვის თვლებზე უკვე მეორე რიგად მოგსოვდით თვლებს ნამატის გარეშე. ეხლა თქვათ თუ წრიული ნაკსოვი გაქვთ, ხო? ესე ჩვეულებრივად გადადეთ ეს ძაფი. აი ესე. ეხლა მე ჯერ ერთ თავისუფალ თვალს მოვგსოვ. აი ეს როგორც ბიჯია. აი ბიჯს რო ვამბობ ხოლმე ჩანთების ქსოვისას არის, აი თითქოს აამაღლეთ. ბიჯის თვალი შეიძლება იყოს ერთი თავისუფალი თვალი, შეიძლება იყოს ორი თავისუფალი თვალი, შეიძლება იყოს სამი თავისუფალი თვალი. აი სიმაღლე ნახეთ იზრდება. ეს იმის მიხედვით შემდეგი თვალი რა არის, როგორი თვალია. ეხლა ამ შემთხვევაში თვალი ნამატის გარეშე ამას შეესაბამება ერთი თვალი. აი ეს. ხედავთ? აი ეს ერთი თავისუფალი თვალი საკმარისია თუ აპირებთ რომ აქ თვლები ნამატის გარეშე მოგსოთ გარშემო. ეხლა ნახეთ, აი ეხლა უკვე დავიწყებთ უშუალოდ აი იმ თვლების ქსოვას, რაც მინდა რომ დღეს ავითვისოთ. აი ესე შედიხართ, ამას ძაფის ბოლოს როგორც წესი ესე ვაყოლებთ ნაკსოვში, ამოვიტანი ხო? აი კიდევ ერთხელ, ეს არის სამუშაო ძაფი, აი აქ თითზე რაც არის დახვეული ხო? აი სამუშაო ძაფი კიდევ ერთხელ აი ეს ერთად. აბა კიდევ ერთხელ ამოიტანეთ და კიდევ ერთხელ სამუშაო ძაფს ესე გამოიტანთ. აი ეს. ეხლა აქვე გაჩვენებთ შემაერთებელი თვალი რითი განსხვავდება. ამოიტანეთ და იმის ნაცვლად რომ აი სამუშაო ძაფი გამომეტანა, აი პირდაპირ გამომყავდა. აი ეს. ხედავთ ხო, აქაც ასევე დაადაბლებს ეს თუ ასე მოგსოვთ. ეს მაღალი თვლებია ცოტა, ეს დაბალია. კიდევ ერთხელ, აქ ეხლა ერთი რაც არის, რომ აი რგოლის შემთხვევაში გადაბმულად არ შეგიძლიათ შემაერთებელი თვლები მოგსოთ. ნახეთ, აი ხა მე თუ კიდევ გადავწყვიტავ, ნახეთ, აი ეს აი ყო როგორ აი ესე უკვე აქ თვალი აღარ იქნება. შემაერთებელ თვალს და საერთოდ რამე თვალს ვერ მოგსოთ, გარდა იმისა, თუ მოგსოთ ჯერ თავისუფალ თვალს და მერე ისევ შეგიძლიათ მოგსოთ ან შემაერთებელი თვალი, აი ესეთი. ან ნახეთ ეხლა რახან შემაერთებელი მოგსოვი, ამიტომ ამის შემდეგ ვერ ვგსოვ უკვე. ნახეთ, აი როგორი ნაკსოვია. ისე თავისუფალი თვალი და მერე შეგიძლიათ თქვათ თვალი ნამატის გარეშე. აი ესე, ნამატის გარეშე ესე გამოვიყვანე და სამუშაო ძაფი. ეს ცოტა მაღალი თვალია, ვიდრე შემაერთებელი, ხო? დღეს რასაც ვსწავლობთ. ეხლა აქ ცოტა ესე ერთმანეთში აურია, ხო, სხვადასხვა თვლები, მაგრამ რო შეადაროთ უბრალოდ. კარგით, მაგ მინდა ეხლა მაინც სულ თვლებით ნამატის გარეშე შემოვყვეთ. ესე აქ ორი თვალი მაქვს. აი ესე როგორ უნდა მიხვდეთ, ნახეთ. აი აქედან ზემოდან რო დახედავთ, 1, 2. აი ორი თვალი მაქვს მოგსოვილი ნამატის გარეშე. მოდით მოვგსოვოთ 6. სულ ჯამში ეს მესამე. მეოთხე. მეხუთე. მეექვსე. ეხლა აი ეს რო ნახეთ, ცოტა გაწერილია ხო ეს? ამისთვის რომ ჩაკეტოთ, მოკაჩავთ აი ამ ძაფის ბოლოს, უკვე ჩაიგედა. აი ეს. ეხლა აქ თუ გიჭირთ თქვათ გაარჩიოთ სად არის პირველი თვალი, იმიტომ რომ თითქოს ესეც შეიძლება ეს გეგონოთ აი ეს თვალი, ნახეთ. არა, ეს არის თვალი. აქედან შეგიძლიათ გადათვალოთ ბოლოდან 1, 2, 3, 4, 5 და 6. და ორ კედელში ნახეთ, ეს როგორც წესი ესეა ხომ, ორ კედელში უნდა შეხვიდეთ. და შემაერთებელი თვალით არის ხომ რიგის ჩაკეტვა. თუმცა შეიძლება იყოს სპირალური ქსოვა, ანუ სპირალური რას გულისხმობს? ეხლა ეს თუ ჩავკეტე წრე, შემდეგი რიგი რომ მოვგსო, უნდა ავამაღლო, ხო, იმის მიხედვით როგორი თვლების მოქსოვას ვაპირებ, ან ერთი თვალით, ან ორი თვალით.
ან 3 თვალით, ხო? ყველა შემთხვევაში უნდა აამაღლოთ და შემდეგ უკვე მომდევნო რიგი. ხოლო თუ თქვა თქვენ სპირალზე აპირებთ, ესეთი წესით გაქვთ ნაკსოვი, მაშინ ნახეთ აი ბოლო თვალი რომ ეს ბოლო თვალი მოგხსოვე. აი პირველ თვალთან შემაერთებელი თვალი არ გექნებათ. გექნებათ ის თვალი, რაც უნდა მოიქცოვოს. თქვათ, ეხლა რახან მე ვქსოვდი აქ თვლებს ნამატის გარეშე, მოდით პირდაპირ თვალი ნამატის გარეშე მოგხსოვოთ. აი ესე, ნახეთ, აქ უკვე თქვენ აღარ გექნებათ ჩაკეტილი წრი, ანუ თქვენ სპირალურად მიდიხართ, უწყვეტად. თუმცა, აი იმის გამო, რომ პირველ რიგში ქონდათ 6 თვალი, შემდეგ რიგში უნდა გააორკეცოთ, ესე როგორც წესი, თუ გინდათ რომ სიბრტყე ქონდეთ, ხო? ანუ ბრტყელი ნაკსოვი, აუცილებლად უნდა გააორკეცოთ და ამ თვალში მოგხსოვ აი მეორე თვალსაც. აი ეს. შემდეგ თვალში, აი მომდევნო თვალი, აი ეს არის. ორი კედელი გაქვთ, ორივე კედელში შევიდეთ. აქაც, ეხლა სპირალურად ვხსოვ, ანუ თქვენ ვერ გაარჩევთ, სად დამთავრდა პირველი რიგი, სად მეორე რიგი დაიწყო. ერთი თვალი და ესე იგი როგორც გითხარით, ვაორკეცებთ თვლების რაოდენობას, ესეც მეორე თვალი, ერთი და იგივე თვალიდან გამოვიყვანე. ეხლა აქ მატებას გაჩვენებთ, ეს არის მატება. ეხლა თუ შეაჩნიეთ, ნახეთ, როცა წინა გაკვეთილზე გაჩვენეთ შემაერთებელი თვლები, იქ მატებისას, ესე იგი, თვალს და თვალს შორის აი თქვათ გადაბმულად შემაერთებელი თვლები არ გამოდიოდა, ხო, ერთი და იგივე თვალიდან გამოგვეყვანა. შუაში იყო ერთი თავისუფალი თვალი. და მერე შეიძლებოდა კიდევ შემაერთებელი თვალი. რაც შეეხება აი ამ თვალს ნამატის გარეშე, აქ შეგიძლიათ, ნახეთ, თითო თვალიდან რამდენიც გინდათ იმდენი თვალი ამოიყვანოთ თვალი ნამატის გარეშე. 1 2 შეგიძლიათ 3-იც ამოიყვანოთ. ხო? ანუ ეს თვალია ნამატის გარეშე. ეხლა ნამატის სიტყვა ადრეც მithქვამს ხოლმე. ანუ ეს არ ნიშნავს მატებას. მატება სხვა რაღაცა, ნამატი არის აი ეს რო გადავდე. და ანუ თუ ერთხელ არის ერთი ნამატი, თუ ორჯერ არის ორი ნამატი, სამი ნამატი, ასე შემდეგ. ხოლო რახან ეხლა ამ შემთხვევაში მე არ მაქვს გადადებული, აი საერთოდ პირდაპირ შევდივარ, ხო? აი ესე შევედი. ეს არის ნამატის გარეშე. აი ესე ვეძახით. თვალს ნამატის გარეშე. ერთი იგივე თვალიდან მეორე. თუმცა მატებას ვაკეთებ ახლა მე, მატება ეს უბრალოდ ის რომ ერთი თვალიდან ამოყავს 2 ან შეიძლება და 3. ან მეტიც. უბრალოდ სიბრტყე რო შეინარჩუნოთ, ეს არის სასურველი რომ ესე იგი პირველ რიგში გვაქვთ ხოლმე როგორც წესი, აი წრეს როცა აკეთებთ 6 თვალი, შემდეგ აქვს 12, შემდეგ ერთის გამოტოვებით არის მატება, ანუ იქნება 18. და ასე შემდეგ, მოკლედ იქ არის კანონზომიერება იმისთვის რომ აი რო თქვათ ბერეთს როცა ქსოვენ ან ქუდებსაც, ხო? მაინც ცდილობენ რომ გარკვეული რიგების რაოდენობა აი ესე მოგხსონ, რომ სიბრტყე შენარჩუნდეს. და ამიტომ აი ესე სქემას თუ ნახავთ ხოლმე სადმე ქუდისას ან ბერეტისას, მოსალოდნელია რომ აი როგორც გითხარით, ესე იქნება რიგების მიხედვით განაწილება. თუმცა არა აუცილებელი რომ სპირალურად იყოს ნაკსოვი, ხა როგორც მე ვაკეთებ. ხო, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ უბრალოდ რომ ესე ორი მეთოდი არის ჩაკეტილი წრის და შემდეგ ამაღლება, ხო, ბიჯის სახით და არის ესე სპირალური ნაკსოვებიც. ეხლა მე აქ ვფიქრობ რომ კიდევ ერთი მინდა, ხო, ნახეთ, ასე შეგიძლიათ გადათვალოთ. ეხლა აქ 12 თვალი უნდა გქონდეთ. თითო თვალიდან რომ 2 გამოდის. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და კიდევ ერთი. აი აქედან ასევე 2 თვალს ამოვიყვან. ერთი თვალი ნამატის გარეშე, მეორე თვალი ნამატის გარეშე. აი ეს. ეხლა აქ თუ გინდათ რომ სპირალზე გააგრძელოთ, ისევ ნახეთ, აი შემდეგი თვალი ეს არის, აქ კი ჩანს კარგად. ხო? გადახვალთ აქ. აქ შეგიძლიათ გააკეთოთ ერთი თვალი მატების გარეშე, ანუ ერთი თვალიდან ერთი. ეხლა ესია, ანუ მესამე რიგია ფაქტიურად. და აქ მაინც ნიშნულს აკეთებენ ხოლმე, რომ უბრალოდ იცნოთ რახან სპირალზე ხართ, მით უმეტეს შეიძლება ვერ გაარჩიოთ, სად დამთავრდა ის წინა რიგი, ხო? აქ შეიძლება და ნიშნულის გაკეთება.
ჩვევასაც ესე აითვისებთ ნიშნულები საჭიროა იქ სადაც გარკვეული ცვლილებაა მოსალოდნელი შემდეგ რიგში ხო აი ეს პირველი თვალია ერთი თვალიდან ამოვიყვანე ერთი თვალი ნამატის გარეშე. ეხლა მომდევნო თვალში, როგორც გითხარით, ეს მესამე რიგია. აქ მატება უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიბრტყე შენარჩუნდეს ბრტყელი ესეთი ნაკსოვი. ერთი თვალი ამოვიყვანე, კიდევ მეორე. აი ეს. ეხლა ისევ მომდევნო თვალში მხოლოდ ერთს ამოვიყვან, ერთ თვალს ნამატის გარეშე, მომდევნო თვალში მატება. ანუ ერთი თვალის გამოტოვებით არის მატება. 1 და 2. let კიდევ ეს შემდეგში, ხო, აქ არ არის მატება. მომდევნოში ისე მატება. 1 და 2. nyt გავიდეთ ბარემ ნიშნულამდე მივიდეთ. მატების გარეშე მომდევნოში მატებით. 1 და 2. ისე ესე იგი მატების გარეშე და მატებით 1 და 2. კიდევ ეხლა კიდევ აქვს სანამ არ მიხვალთ ნიშნულამდე, აი ნიშნული ძალიან დაგეხმარებათ. ერთი თვალი ამოვიყვან ერთი თვალიდან ბოლოს მატებით. ეს ნიშნულის წინა თვალია. 1 და 2. აი ესე შეგიძლიათ გააგრძელოთ აქ ეხლა თქვათ ზოგჯერ ისეთ წრიულ ნაკსოვებს აკეთებენ თქვათ ესე თქვათ დასაჯდომად ან ფეხების დასადებად ესეთი ხალიჩას ტიპის ის არის ოღონდ წრიული ხალიჩები და აქ თუ თქვათ კარგად მისდევთ ხო გამოგივათ ძალიან კარგი სიბრტყე და წრიულად ანუ ეხლა მე როგორც ვაკეთებ სპირალზე ქსოვით ძალიან კარგი ესეთი შეუმჩნეველი ის გექნებათ ანუ რიგების განსხვავება არ იგრძნობა საერთოდ თუმცა აქ უნდა დაიცვათ აი ეხლა მე ერთი თვალის გამოტოვებით ვაკეთებდი მატებას შემდეგ რიგში იქნება ორი თვალის გამოტოვებით მე 3 თვალის და ასე შემდეგ უბრალოდ აქ რაც არის ხოლმე ესეთი თუ გინდათ რომ აი ეს კუთხეები არ გქონდეთ ნახეთ ცოტა კუთხეებს იკეთებს ხო ყოველ ჯერზე უნდა ეცადოთ რომ ცოტა წაძრული იყოს იმ წერტილის მიმართ სადაც წინა რიგში გქონდათ ესეთი კუთხე ხო მატება ეს არის მატების ადგილი კუთხეს წარმოქმნის ხო გახსოვთ რო გაჩვენეთ აი შემაერთებელი თვლების შემთხვევაში ანუ თუ გინდათ რომ არ იყოს კუთხეები მატება უნდა მოხდეს არა თქვათ ეხლა აი აქ არ არის სასურველი რომ მოხდეს თუმცა აი ეხლა მე თუ მოვხსოვ ეხლა შემდეგ რიგში ორი თვალის გამოტოვებით უნდა მოხდეს მატება წინა რიგის შემთხვევაში იყო ერთი თვალის გამოტოვებით ეხლა ორი თვალის მაგრამ მე თუ ახლა მოვხსოვ აი აქ და აქ თითოს და აი აქ გავაკეთე მატება აქეთ კუთხე ისე კიდევ უფრო წამახვილდება ასევე შემდეგ კუთხის ადგილას ну ეს სპეციალური სქემებია რომელიც დაგეხმარებათ რომ მაქსიმალურად არ შეემჩნეს თქვათ ეს კუთხოვანი ის არ იყოს და ესეთი იდეალური წრე მოგცეთ ხო წრიული ნაკსოვი აი შეგიძლიათ უკვე თქვათ დავასრულეთ თქვათ ხო აი ესეთი წრიული ნაკსოვი გაქვს